რეალურად ჩვენ დღეს მოვედით იმისთვის, რომ ზია ამაღლობელს გამოუცხადოს სოლიდარობა და ვითხოვთ, რომ ზია ამაღლობელის დამკავებელი პოლიციელი ირაკლი დგებუაძე შეუჩერდეს უფლებამოსილებას და დაიწყოს გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ანუ იმოქმედოს, შეასრულოს თავის ფუნქცია. ჩვენ ვთვლით, რომ ზია ამაღლობელი ისჯება თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ის ისჯება იმიტომ, რომ წარმოადგენს ისეთ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედია გამოცემას, როგორც არის ბათუმელები და ნეტგაზეთი, რომლებიც ბოლო 2 ათეული წელია თითქმის და უფრო მეტიც არის კრიტიკული ყველა ხელისუფლების მიმართ და დამოუკიდებელი მედია. რეალურად მისი ამ სახით დაკავება და სისხლის სამართლის კოდექსით მისი გასამართლების მცდელობა ეს არის ღია გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკული მედიის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. ეს არის ანგარიშწორება, ჩვენ აღვიქვათ როგორც ანგარიშწორება, ანუ ზიას საქმე არის ანგარიშწორება დამოუკიდებელ მედიაზე, რაც ნიშნავს, რომ ეს არის დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამ ყიფე დემოკრატიისთვის, რაც ჰქონდა და რაც უკვე თითქმის აღარ გვაქვს, აი ეს ნიშნების დემოკრატიული განვითარების თითქმის ყველაფერი ჩაკლეს და ჩაკლა. ეს არის, აი არ ვიცი როგორი წითელი ხაზი, ეს თუ გაუვიდათ და მზია ამაღლობელი ციხეში დარჩა, ეს იქნება კატასტროფა ყველასთვის, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რადგან შემდეგი იქნება ყველა დამოუკიდებელი მედია და შემდეგი იქნება ალბათ მოქალაქეები თავის თავზე იგრძნობენ, რას ნიშნავს კრიტიკული მედიის განადგურება. მისი მცდელობაც ახლა აქვს ქართულ ოცნებას და რეალურად ამას ეს არ უნდა დაუშვათ. ეხლა ჩვენი აქციაც და ყველა ის აქცია რაც ტარდება, ვითხოვთ მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლებას, რადგან რაც არ უნდა მოიგონოს და რაც არ უნდა პროვოკაცია მოუწყო მზიას, ეს არ არის იმ მუხლით დასასჯელი ქმედება, რაც გააკეთა და რაც მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, ეს არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ეს არ არის ადეკვატური სასჯელი და შესაბამისად ეს არის უბრალოდ დევნა კრიტიკული ჟურნალისტის.